ვეთანხმები. იმიტომ რომ ღმერთმა გააჩინა ადამიანი იმისთვის რომ ნორმალურად განაყოფიერდეს. არ ვეთანხმები. გასაკვირველია ვეთანხმები. იმიტომ რომ ეს მართლმადიდებელია და მომწონს მაგათი აზრები. ჩვენ ვართ უბრალო მოკვდავნი, ამდენად მე ვერ ვწდები პატრიარქის აი სიღრმეებს, რასაც ჩვეულებრივი ჩემნაირი ადამიანი ვერ ხვდება ამას. არა, თორემ დინია უშულო და რა ვიცი. პატრიარქის სიმბოლო და არაბუნებრივი ეს არის საშიში. რა თქმა უნდა ვეთანხმები, ჯერ ერთი კადნიერება იქნება და თავხედობა არ დაეთანხმო პატრიარქის მოსაზრებას და არამც არ იქნება მცდარი. აი ეს ბრმად მიჯერამის. სამწუხაროდ ამ საკითხში. რა გზითაც არ უნდა იყოს, რა საშუალებითაც არ უნდა იყოს, ქართული ენა უნდა გამრავლდეს. იმიტომ რომ ესაც დიდი მადლია, რომ უშვილო ადამიანს შვილი მისცეს ღმერთმა და იყოს სუროგატი დედა. თავარია დედა გახდეს. პატრიარქის ამაყას ვეთანხმები ნამდვილად. თუმცა მირჩევს პატრიარქი. პატრიარქმა ძალიან სწორად განსაზღვრა ეგ საკითხი ჩემი გოგო და ძალიან მართებულად თქვა, მაგრამ ხალხმა აი სულ სხვანაირად მიიღო. მე არ ამგონია რომ მაგას ილია მეორე ითხოვდა. მეტი დამთავრებულია ჩემი ლაპარაკი. პატრიარქი ჩვენი არ შეცდება. კარგი ადამიანი ყავს ერკვევა ყველაფერში. ვინც არა კმაყოფილი, კარგად ჩაუფიქრდეს მის სიტყვებს, მის აზრს და მგონია გამოიტანენ დასკვნას.